ჩვენ ახლა ვიმყოფებით ისრაელის საელჩოში, სადაც ისრაელის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება და როგორც ახლა კადრში ხედავთ, ღონისძიებას ესწრება საქართველოში აკრედიტირებული ყველა დიპლომატი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიც, ამიტომაც განსაკუთრებული ინტერესი არსებობს მის მიმართ, რა სიტყვის რობინ დანიგანი მარკო რუბიოს ამ განცხადებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ელჩს კითხვები დავუსვათ, სწორედ მას მიემართება და მასგან ითხოვს რეკომენდაციებს სახელმწიფო მდივანი თუ რა შეიძლება გააკეთონ ანტიამერიკული მთავრობის მისამართი. თუმცა იქამდე სანამ დანიგანი ისაუბრებს რუბიოს პირველ განცხადებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვთხოვეთ განცხადებები ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ასევე ესწრებიან ამ ღონისძიებას და მათთვის ეს განცხადება რუბიოსგან არის პირდაპირ პასუხი ირაკლი კობახიძის ძალიან ცნობილი წერილის მიმართ, რომელიც მან რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტ ტრამპს გაუგზავნა და რომლისგანაც ამ დრომდე ვერ მიიღო პასუხი. ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ საქართველოს ამერიკას შორის ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ფურცლი და დაწყება ვერ მოხდება იქამდე, სანამ საქართველოს ეყოლება ანტიამერიკული, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური მთავრობა და იქამდე, სანამ ქართული ოცნება არ დაუბრუნდება ევროატლანტიკურ გზას. გარდა ამისა, ოპოზიცია იმედოვნებს, რომ რუბიოს ამ განცხადების შემდეგ მეგობარი აქტის განხილვაც და დამტკიცებაც დაჩქარებული წესით მოხდება ამერიკის შეერთებული შტატების უკვე სენატში, უმაღლეს პალატაში და ამის შემდეგ უკვე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა უფრო მწვავ პასუხს გასცემს ივანიშვილის რეჟიმს და ჩვენ ვნახავთ უფრო მეტ სანქციას ტრამპის ადმინისტრაციისგან. ძალიან ნათელი გახადა დღეს უკვე სახელმწიფო მდივნის განცხადებამ, რომ არანაირ რევიზიას არ ექვემდებარება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა, რომ ეს პოლიტიკა გააგრძელებს საქართველოში დემოკრატიის ხარდაჭერას, შესაბამისად რეჟიმს, რომელიც აუქმებს ქვეყანაში დემოკრატიულ სივრცეს, არანაირი შანსი არ აქვს არანაირი ურთიერთობების გადატვირთვის. სწრაფად უნდა ჩაინიშნოს ქვეყანაში ახალი არჩევნები, მოხდეს დემოკრატიული გადატვირთვა, ჩვენ თუ გვინდა რეალურად რომ აღდგეს სტრატეგიული თანამშრომლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების რუსული პროპაგანდა მორიგჯერზე იტყვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია დამარცხდა deep state-თან. სამწუხაროდ ეს სრულიად მოსალოდნელი პოზიცია შეერთებული შტატებისგან, იმიტომ რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმური რეჟიმი ადგას იმ კურსს, რომელიც პირველ რიგში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება, ამასთან ერთად უპირისპირდება თავისუფალი სამყაროს და მათ შორის შეერთებული შტატების ინტერესებს, იმიტომ რომ მათ აირჩიეს მოკავშირეობა რუსეთთან და რუსეთის ტირანიულ პარტნიორებთან. ამიტომ ეს მოსალოდნელი იყო. გადატვირთვა რა თქმა უნდა შესაძლებელია, ოღონდ როგორ? ახალი არჩევნებით, ახალი წესებით და ახალი გარემოთი და სინდისის პატიმრების განთავისუფლებით. ამხელა ძლიერ ამერიკასთან, რომელთანაც პუტინი ცდილობს დავაგებას, სი ძინპინი ცდილობს დავაგებათ, ეხლა ვინ არის ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ გეტყვით, რომ რაღაცა საერთოდ ისე პროვინციულ და გაუნათლებელ ადამიანებს ახასიათებს, რომ სამყაროს ხედავს მხოლოდ თავის თვალსაწიერით. ბიძინა ივანიშვილი და ამერიკის მეგობრობა და ძლიერ ამერიკის პარტნიორობა არის შეუთავსებელი. ამერიკის შეერთებული შტატების ქვედა პალატაში, წარმომადგენლობით პალატაში მოსმენის დროს სახელმწიფო მდივანმა პრაქტიკულად ქართული ოცნების რეჟიმს უფრო მკაცრი რეაგირება დაუანოსა. ყოველ შემთხვევაში ასე გაიგეს მარკო რუბიოს ძალიან მწვავე და პირველი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით ანალიტიკოსებმა, როგორ გადათარგმნის ამ განცხადებას ქართული ოცნება არ ვიცით, თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ deep state-ზე საუბარი და ეს ანტიდასავლური, ანტიამერიკული რიტორიკა ქართულ ოცნებას ვეღარ უშველის და ამერიკის შეერთებული შტატები აუცილებლად გასცემს ადამიანის უფლებების დარღვევას და არჩევნების გაყალბებას პასუხს. ანალიტიკოსები ამბობენ იმასაც, რომ ეს არის პრაქტიკულად პასუხი ირაკლი კობახიძის წერილისადმი, რომელიც ელოდებოდა ტრამპის ადმინისტრაციისგან პირველი ურთიერთობების გადატვირთვას და ახალი ფურცლიდან კონტაქტების დაწყებას, ასევე ბიძინა ივანიშვილისთვის ეგრეთ წოდებული გაუმართლებელი სანქციების მოხსნას და ეს არის პრაქტიკულად პასუხი, რომ არც ივანიშვილს მოუხსნის ტრამპის ადმინისტრაცია ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ სანქციებს და არც ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდება იმქამდე, სანამ საქართველოს ეყოლება ანტიამერიკული მთავრობა და ეს სახელმწიფო მდივანმა დღეს ძალიან ნათლად დაადასტურა წარმომადგენლობით პალატაში.
ინტელექტუალური შეცდომასთან გვაქვს საქმე, რომ ვერ იგებენ, ვერაფერს ვერ იგებენ. როდესაც მარკო რუბიო, ამერიკის სახელმწიფო მდივანი, საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად ამბობს და იწყებს ლაპარაკს იმით, რომ იქ სადაც არის ამერიკის საწინააღმდეგო მმართველობა ამერიკის მიმართ, ამას თქვას მტრულად არ ამბობს, მაგრამ იგულისხმება მტრულად განწყობილი ხელისუფლება. ჩვენ ვართ გადასინჯვის, გადახედვის პროცესში და აუცილებლად გვექნება რეაქცია. მე მგონი აქ გაგება არის ძალიან ერთმნიშვნელოვანი ცალსახ. როდესაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება სინქრონულად მოქმედებს რამე კონკრეტული ამოცანის მიმართ, იქ ეს ამოცანა სრულდება. ყველაზე ცუდი ამბავი საქართველოსთვის იქნება, რომ ქართულმა ოცნებამ მორიგჯერზე ვერ გაიგოს, ეს ძალიან პირდაპირი გზავნილი და საქმე უფრო მძიმე დრამამდე მიიყვანოს და ყოველ შემთხვევაში თავისი მხრიდან ცდილობა არ დააკლოს, რომ გაწყდეს ურთიერთობები. არის არა მარტო ამ წერილის პასუხი, ამ სულელური წერილის პასუხი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის მიმართ გაავრცელა, არამედ ასევე იმ განცხადებების სერიალზე პასუხი, რომელსაც ყოველდღურად ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა დღეს თქვა, რომ სწორედ საქართველოს საელჩოსგან ელოდება კონკრეტულ რეკომენდაციებს, როგორ უნდა უპასუხონ საქართველოში ანტიამერიკულ მთავრობას და რა კონკრეტულ ნაბიჯებზე ექნება ივანიშვილის რეჟიმს რეაგირება. ამიტომაც ამერიკის საელჩოს პოზიცია ახლა და განსაკუთრებით ელჩის პოზიცია არის ძალიან საინტერესო, რას ეტყვიან, რა ინფორმაციას მიაწვდიან ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებით და ამის შემდეგ უკვე როგორ იმოქმედებს ტრამპის ადმინისტრაცია რეჟიმის წინააღმდეგ.